მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩემი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ საკითხს, შეკითხვას უბრალოდ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩაიფიქრეთ სიტუაცია და ვნახოთ, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. ჯერ ვნახოთ რა მოხდა. და ვისთვის იქნება ეს გაშლა. არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, ვიდეოს გაზიარება და კომენტარება, აქვე მადლიერების ნიშნად დაურთავ ანგარიშის ნომერს და შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობის თანხა თუ თქვენი სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, ჩარიცხოთ იმისათვის, რომ გამოხატოთ თქვენი პირადი მადლიერება. ნახოთ რა მოხდა. პენტაკლების რაინდი, ორიანი ხმლები, არკანი ძალა, ოთხიანი თასები, ფორტუნას ბორბალი, არკანის სამყარო, კვერთხების რაინდი, რუმინი კვერთხები, მოკლედ აქ რაც მოხდა, რა შეიძლება ეხებოდეს ეს საკითხი, ხო? რაზეც ახლა ვსაუბრობთ. პირველ რიგში აქ არის რაღაცა ჩამოუყალიბებლობა, თითქოს სიტუაცია, რომელიც სხვა რაღაცას გრძნობთ და რეალურად სხვა რაღაცა არის. ანუ რასაც ხედავთ სხვა არის, მაგრამ შეგრძნების დონეზე სხვა რაღაცას გრძნობთ. აი შეხედეთ ამ არკანს, როგორი ორმაგი სახი აქვს. უყურეთ, აი რასაც გრძნობთ სხვა არის და რასაც ხედავთ სხვა. და აი თითქოს საკუთარ თავში ეჭვის შეტანის მომენტიც არის აქ, რომ იქნება მემელანდება, იქნება მეჩვენება, იმიტომ რომ აი რა ნახეთ როგორი ენერგიები აქვს. ცდილობთ აქ რაღაცნაირად წონასწორობის აღდგენას. კიდე რა მოხდა მანახე, რას ეხება ზოგადად ეს თემა და ეს გაშლა. არკანის სამსჯავრო, თასების მეფე და ორიანი კვერთხები. და თასების რაინდი. პრინციპში რასაც ეხება ეს შეიძლება ეხებოდეს ურთიერთობებს, იმიტომ რომ აქ თვითონ მოვიდა მეფე თასების, ამ ადამიანსაც გულზე წითელი გული კიდია, ამ ორ სახოვან ქალს. შეიძლება რომ ვივარაუდოთ, რომ ეხება ეს ყველაფერი გარკვეული ტიპის ურთიერთობას, სასიყვარულო ურთიერთობას, რომელიც აი რაღაცა ბუნდოვანია თუ არეულია თუ აი როგორია, არ ვიცით. ნახოთ, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. კვერთხების ტუზი, ორიანი თასები, არკანი მზე. ხო, რატომ მოხდა. არკანი მეტლე იქაც იყო. იცით რა, ჩემო ძვირფასებო, აქ მოხდა იმიტომ, რომ რაღაცნაირად ეს იყო შემოწმება, მე ხო გითხარით, რომ პირად ურთიერთობებს ეხებათ ხო და რაღაც ესეთი აი შემოწმება თითქოს თქვენი კავშირის სიმყარის. შემოწმება თითქოს იმის, რომ ეს ნამდვილად მყარი კავშირია თუ უბრალოდ რაღაცა საერთო ინტერესებზე აგებული დროებითი გაერთიანება, ხო? აქ იყო რაღაცა ემოციური, ძალიან ემოციური სიცივე.
ხო, აი წეღანაც არკანის ამსჯამრო მოვიდა, აქაც ხმლების მეფე მოვიდა, ანუ თითქოს ეს იყო ერთგვარი გამოცდა, ნახეთ როგორი სამსჯავროს არკანია აქ, აი გამოცდა იმისა, რომ აქაც სამსჯავროს არკანზე თუ დააკვირდებით, ნახეთ ჩონჩხებოთ, მაგრამ ნეფე პატარძალია გამოსახული რა. რეალურად ეს არის, ანუ ეს გაშლა ეხება ადამიანთა ურთიერთობებს, რომელთა ურთიერთობამაც განიცადა გამოცდა და ძალიან წარმატებით ჩააბარა ეს გამოცდა. ძალიან წარმატებით ჩააბარეს ეს გამოცდა. კი ბატონო, ამ ყველაფრის მერე იქნება ძალიან დიდი ბედნიერება, დიდი სიხარული, ანუ 1000-ით ასები. აქ სხვათა შორის შეიძლება რა ნაწილობრივ ეხებოდეს, ანუ წყვილის ურთიერთობას, რომელსაც ყავს შვილები, იმიტომ რომ მზის არკანი შვილებსაც აჩვენებს ხოლმე. ურთიერთობას რომელთაც ყავთ შვილები და აი ამ ურთიერთობამ რაღაცნაირი გადაფასება გაიარა, თუმცა ეს გადაფასება ზედაპირული ნამდვილად არ იყო. თასების რაინდი კი ძალიან ბევრ ემოციას ჰქონდა ადგილი. პენტაკლების ტოზე 3 ტოზი მოვიდა ჩემო მეგობრებო და არკანი მაგი. კი ბატონო, ანუ აქ იყო საუბარი წონასწორობას აღადგენდით თუ არა და შეინარჩუნებდით თუ არა იმ ყველაფერს, რაც არსებობდა თქვენ ორს შორის. საკმაოდ მძიმე ტრანსფორმაცია იყო, ვერ ვიტყვი რომ აქ რამე კი, ძალიან მძიმე ტრანსფორმაცია იყო, რომელმაც ფაქტობრივად დასვა შეკითხვა, ხო არ უნდა დასრულდეს ის, რაც ჩვენ შორის არის. ეს იყო აი ემოციების ჭიდილი, რასაც ქვია, ანუ ხმლების ცხრიანი, ნახეთ როგორია ის წარკვეთილი ადამიანი ზის და ყველა ხმალი მის ზურგისკენ არის მიმართული. ძალიან მძიმე ტრანსფორმაციაზე ვსაუბრობთ აქ ჩვენ. პენტაკლების ცხრიანი და არკანი მეტლე, არკანი ძალა და არკანი განდეგილი ერთად არის დასტის ბოლოს. კი ბატონო, ჩემო მეგობრებო, შეგვიძლია ეს გაშლა უკვე დავასრულოთ, მოხდა იმისათვის, რომ შემოწმებულიყო თქვენი ურთიერთობის სიმყარე და ის ფუნდამენტი, რაზეც ეს ურთიერთობა დგას. და მე შემიძლია მოგილოცოთ, რომ ეს ფუნდამენტი ნამდვილად ძალიან მყარია. და არა რაღაცა საქმიდან გამომდინარე საერთო ინტერესებზე აგებული ორი ადამიანის ერთობაზეა საუბარი. აქ არის საუბარი ადამიანთა ერთობაზე, რომელთა სულებიც შემთხვევით არ შეხვდნენ ერთმანეთს, რომელთა სულებიც ერთმანეთის მხარდამჭერები, ერთმანეთის სულის წიაღში მშვიდობის მომტანი ადამიანები არიან. გილოცავთ, რომ ეს გამოცდა, რომელიც სამყარო თქვენ ორივეს გამოგიგზავნათ, თქვენ წარმატებით ჩააბარეთ, ერთმანეთს და მეორემაც. გილოცავთ ჩემო მეგობრებო და რა საოცარი მზის არკანი აქ. სხვათა შორის შეიძლება რომ ბავშვებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს აქ ამ ყველაფერში. ესე და ამრიგად. ვისთვისაც რეზონირდა, გთხოვთ დააკომენტაროთ და ნახოთ გამოგეხმაურათ თუ არა ეს ყველაფერი. გისურვებთ ბედნიერ დღეს, შევხვდებით მალე, დროებით.